მე და ბადრი ქუთელია იმ საუბარში, სადაც მას ბოლოს ვესაუბრე, ეს იყო 4 აგვისტო. დევს ვიდეოს, სიტყვა მტკვარზე ვლაპარაკობდით და მის წარმომავლობაზე, რომ საკმაოდ საინტერესო წარმომავლობა აქვს და იქ ისე იოლად და ზედაპირულად შევეხეთ ბიბლიურ ედემს. და მე ვახსენე, რომ კარლო ბარბაქაძეს აქვს ასე ვთქვათ მიგნებული სად იყო, სად არის ედემი თავის ნაშრომებში და დაგპირდით, რომ უფრო კონკრეტულად და დეტალურად ვილაპარაკებ მტკვარსა და ედემს შორის კავშირზე. ეს არის ახლა კარლო ბარბაქაძის 2 ნაშრომი, ერთია სიტყვა მტკვარის ეტიმოლოგია და მეორეა ედემი. ოდნავ ახლა შესავალს გავაკეთებ თვითონ ბატონ კარლოს ენის ელემენტური თეორია რას წარმოადგენს. რამოდენიმე ვიდეო მაქვს მასთან, რომელიც სასწაულად საინტერესოა და აუცილებლად უყურეთ. კარლო ბარბაქაძე აკრიფეთ და ჩემს არხზე აუცილებლად იპოვეთ ყველა ვიდეო, სადაც კარლო ბარბაქაძეა და ყველა ნახეთ აუცილებლად. ერთი რუსულადაც მაქვს. სადაც ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბატონ კარლოს აქვს ასეთი თეორია, ასევე თავის ენაში მიაგნო ამას, რომ აფსუები არიან როდესღაც ფარნავაზის თუ მისი შვილის მიერ ჩრდილო კავკასიაში გადასახლებული ცენტრალური საქართველოს მოსახლეობა. და ეს მან იპოვა სიტყვებში და როგორ იპოვა, იქ მაქვს იმ ვიდეოში წაკითხული მისი წერილი თავიდან ბოლომდე. ესე ძალიან საინტერესოა და მე ეს თეორია მომწონს. და ვეთანხმები მას. პოლიტიკურადაც მომწონს და პოლიტიკურადაც ვეთანხმები. როდესაც მტკვარზე ვლაპარაკობდით, თვითონ თანამედროვე ენათმეცნიერები სიტყვის ეტიმოლოგიას როდესაც განიხილავენ, სულ სხვა კუთხით უდგებიან და სხვანაირად უდგებიან, იმიტომ რომ ენათმეცნიერება თანამედროვე რაღაცაა. და ჩვენ სიტყვებს ენათმეცნიერულად როდესაც ვუდგებით, ოფიციალური ენათმეცნიერება და რა ქვია მაგ სიტყვას? ლინგვისტიკა. სადამდეც გვაძლევს ჩაწდომის საშუალებას, ეს არის მაქსიმუმ რაღაცა 3000 წელი. და ის დრო, რომელზედაც ბატონი კარლო ბარბაქაძე ლაპარაკობს, არის 300,000 წელი. ეს არის დრო, როდესაც დედამიწაზე პირველ ადამიანმა პირველი სიტყვა თქვა და ბატონ კარლოს ახსნილი აქვს ეს ფიზიკურად, რომ ეს სიტყვა პირველი იყო ჰუა. მეორე იყო რუა, ჰუარუა და ჰეარეა. აი ეს იყო 4 სულ ყველაზე პირველი სიტყვა დედამიწაზე, რომლისგანაც წარმოიშვა მე საერთოდ ყველა სიტყვა, რაც კი დედამიწაზე არსებობს, ყველა ენის ყველა სიტყვა. და ეს ყველა ენა კიდე რომ პროქართული ენიდან არის წარმოშობილი, ამაზე არა მარტო კარლო ბარბაქაძე, საერთოდ ძალიან ბევრი ლინგვისტი ლაპარაკობს უკვე თანამედროვე ლინგვისტი მსოფლიოში, რომ ენები ზოგადად დედამიწაზე პროქართული ენისგან მოდის. და ყველა ენა პროქართულიდან წარმოიშვა. და ბატონი კარლოს შეუძლია ნებისმიერი ენის ნებისმიერი სიტყვა დაშალოს ამ თავისი თეორიით და ჰუარუადან დაწყებული დაგანახოს როგორ მოვიდა სიტყვა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს არის. აი სიტყვა დღეს ამასაც დაშლის, მდგომარეობა ამასაც დაშლის
არა მარტო ქართულებს კიდე ერთხელ ნებისმიერი ენის ნებისმიერ სიტყვას და ამ ხუარუადან დღემდე მოიყვანს და დაგანახებს როგორ მოხდა ასე და როგორ გამოიარა ამ სიტყვამ საუკუნეები. ეს არის მოკლედ ბატონ კარლოს თეორიაზე. ახლა სიტყვა მტკვარი, როდესაც ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი თანამედროვე ლინგვისტები ძალიან შორს არიან იმისგან, რაზეც ბატონი კარლო საუბრობს. მაინც ჩვენ როდესაც განვიხილავდით ლინგვისტურად და თანამედროვედ სიტყვა მტკვარს, იქ შევეხეთ ფუძეს შვა და სკუა, შვა და სკუა, ანუ შვა და შვილი. ხოდა ეს შვა ბატონ კარლოსაც უჩანს თავის ხუარუებში. შვა ეს არის სიტყვა წარმოშობილი ხუადან. ხუა ნიშნავს მზეს და ყველა სიტყვა რაც დედამიწაზე არსებობს, სიტყვა მზედან არის წარმოშობილი, მზეცენტრისტულია და ეს ხუა არის მზე, რომელიც მზეა. და მე ამ მზეს აქვს სხვადასხვა, ანუ ცაზე სხვადასხვა პოზიცია. როცა გათენდა და პირველი სხივები წამოვიდა, მე როცა მზე ცოტა ზემოთ აიწია, მე როცა მზე შუა ცენტრშია, მე როცა მზემ დაიწყო დაშვება და დაისზე მივიდა. აი ყველა ამ მდგომარეობას მე სხვა. ხოდა შუა არის მზე მაღლა. ანუ მზე ჯერ გათენდა და მე მაღლა მოვიდა. და ის მზე მაღლა მოვიდა პოზიციიდან მოდის შვა. ანუ მზემ თავის შვა ამოვიდა. და მტკვარში ბატონ კარლოსაც უჩანს აი ეს შვა და შვილი. სახელი კურ, წავიკითხავ ახლა ამ ტექსტს. სახელი კურის ტრანსფორმაციით იქნება მიღებული. ეს მოქმედება თურქული ენისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად თურქ აღნიშნულისგან თვალისწინებით სახელი ქიურ ხუარუაჰია, ანუ სიტყვა კურ ელემენტური თეორიით რო დაშალო, გამოდის ხუარუაჰია, აი ესე იშლება. და ხუარუაჰია ასტრალურად ნიშნავს მზე მაღლა. მზის ასვლას და ცაში განთავსების ადგილს. ამავე კომპლექსიდან მიღებული არის მდინარე მტკვრის ზემო წელზე განთავსებული ძველი ქართული პროვინციის სახელი კარი, რომელიც იმავდროულად ქართულ არსებით სახელს კარი წარმოადგენს და გასასვლელს ნიშნავს პროვინცია კარი, ყარი. მდინარე მტკვრის ხეობის კარებს გასასვლელს წარმოადგენს და იმიტომ დაერქვა მას ეს სახელი. ეს დავიმახსოვროთ, რომ კარი, მე ედემზე რომ მივალთ, მაგ კარიდან გააგდეს ადამი ედემიდან. სახელი კურუს ხუარუაჰია შვა, ანუ კურის გარეშე, ანუ თურქული წარმოთქმით კურ. აი ახლა განვიხილეთ, ახლა კურუს, ანუ ლათინური წარმოთქმით კურუს ხუარუაჰია შვა კომპლექსიდან არის წარმოებული, რომელიც ასტრალურად ნიშნავს მზე მაღლა სვა. მზე მაღლა სვა, ანუ მზე ამოვიდა და თავი დაისვა, დასვა. შვა, შვილი შვა. ამავე კომპლექსიდან არის მიღებული მდინარე მტკვრის ერთ-ერთი დიდი შენაკადის სახელი ეპაქს, ლათინურად არაქსი, ყოფილი ქართული პროვინციის სახელი ყარსიც და ქვეყნის სახელი გრუზიაც. ახლა მყარსებზე და გრუზიებზე არ გადავალ, ძალიან დიდ დროს დაიკავებს. ამაზე არა გვაქვს საუბარი. ანუ მე ამით აღვნიშნე ახალითაც წავიკითხე, რომ
მიუხედავად იმის, რომ თანამედროვე და ლინგვისტური მიდგომა ძალიან შორს არის ბატონი კარლოს თეორიასგან და ბატონი კარლოს თუ ესენი 3000 წელზე ლაპარაკობენ მაქსიმუმ, ბატონი კარლოს 300,000 წელზე ლაპარაკობს და მიუხედავად ამისა შუა მტკვარში და ყურაში რო ვპოულობთ შუას და შვილს იქიდანაც ვპოულობთ და აქიდანაც ვპოულობთ. საერთოდ სხვადასხვა გზებით მაინც იქ მივედით. ახლა გადავიდეთ ედემზე. ედემზე წავიკითხავ მთლიანად ამ ორ ფურცელს. მტკვარზე წავიკითხე მარტო ეს მონაკვეთისა და შუა დავინახეთ და ედემზე მთლიანად უნდა წავიკითხო. მე ვეცდები რამენაირად რომ ეს ფაილი თვითონ Word-ი რაღაცნაირად მივაბა YouTube-ზე არებმევა. ან სადმე განვათავსო, შეიძლება დავდო ჩემს Google Docs-ში და მე იმის ლინკი დავდო. შეიძლება ასე გამოვიდეს. გადავიდეთ ედემზე. ედემის ბაღის მდებარეობის შესახებ კარლო ბარბაქაძის თეორია. ბიბლიური ედემის ბაღი მრავალი მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენდა, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის საკითხი დღემდე არ არის გადაჭრილი. დასმული ამოცანა ჩვენ ენის ელემენტური თეორიის გამოყენებით იქნა გადაწყვეტილი. ეს თეორია ენობრივი ელემენტების სისტემის ცხრილი ერთი ფუძეზე არის შექმნილი. ცხრილის შემადგენელი ელემენტები, ანუ ბატონ კარლოს ყველა სიტყვა აი ასეთი ცხრილით აქვს დაშლილი. ეს არის ის მისი ხუარუადან გამომდინარე ცხრილს აკეთებს ესეთი ანუ კოორდინატების სისტემაზე და აი ასე შლის მე ყველა სიტყვას. ამის ახლა ასე ვიდეოთი გამოჩენა რთულია. სიტყვა თავისი სტრუქტურით და შინაარსით შეკუმშულ გაქვავებულ წინადადებას წარმოადგენს, რომლის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა მისი მაწარმოებელი კომპლექსის მნიშვნელობით განისაზღვრება. ყველა სამეტყველო ენის ყველა სიტყვის მატერიალურ ბაზას მზე წარმოადგენს, აი რაც ვთქვი. დედამიწაზე რაც კი ენები არსებობს, ამ ყველა ენის ყველა სიტყვა წარმოშობილია ჰუადან, ანუ მზედან. რაც ყველაზე მთავარი არ მithქვამს, როდესაც პირველ ადამიანმა ეს პირველი სიტყვა თქვა, ეს პირველი ადამიანი აქ იყო საქართველოში. ქართველი იყო, მაშინ სიტყვა ქართველი არ არსებობდა, მაგრამ ეს პირველი ადამიანი იყო საქართველოს შვილი. ყველა სამეტყველო ენის ყველა სიტყვის მატერიალურ ბაზას მზე წარმოადგენს. მზის სახელისა და ეპითეტების შესაბამისი ენობრივი ელემენტებისგან ფუნქციონირებენ მატრიარქალური და პატრიარქალური კატეგორიის სიტყვები. ბატონ კარლოს თეორიით სიტყვები თავიდან მატრიარქალური იყო, ანუ როგორ განასხვავებს მატრიარქალურ სიტყვას პატრიარქალურისგან, ამის ახსნაც აქვს და თავიდან მატრიარქალურები იყო სიტყვები და როდესაც დადგა ისეთი მომენტი, რომ სიტყვები, ანუ მარაგი ამოიწურა სავით, ამ მომენტში გაჩნდა პატრიარქალური სიტყვებიც, ანუ ჯგუფი მეორე ჯგუფი დაემატა და ასე მარაგი გაორმაგდა. ყველა ენაში მეტნაკლებად ფუნქციონირებენ პატრიარქალური და მატრიარქალური კატეგორიის სიტყვები. ისინი მზის უძველესი მატრიარქალური სახელების მაწარმოებელ ჰუარუა, აი ეს პირველი ორი სიტყვა, რომლისგანაც სიტყვების პირველი ჯგუფი შეიქმნა და პატრიარქალური სახელების მაწარმოებელი ჰიარია. ანუ ჰუარუაში არის უ და ა ხმოვნები, ჰიარიაში დაემატა ი და ამან გაამდიდრა მერე სიტყვათა მარაგი. კომპლექსების ფუძეზე არის შექმნილი შესაბამისად. ცხრილის პირველი სვეტი აქ ცხრილზე ახსნა სახელი ედემი პატრიარქალური კატეგორიის სიტყვას წარმოადგენს. ის ენობრივი ელემენტებისგან შედგენილ ხმა ჰიარია დუაჰია. ანუ ედემი, რო დავშალოთ
ჰუარუას თეორიის მიხედვით ხმა ჰია რია დუა ჰია გამოდის. კომპლექსიდან არის წარმოებული აი ნახეთ, აი ახლა ამას დაგანახებთ. ხმა ჰია რია დუა ჰიადან როგორ გამოვიდა ედემი. ხმა ჰია რია დუა ჰია მაჰე იდაი ჰედიამია, ანუ პატარავდება, მარტივდება, ჰედემი, ედემი. რომელიც ასტრალურად ნიშნავს მამამზე თავი მაღლა. ამავე კომპლექსიდან მიიღება ერთ-ერთი უძველესი ქართველური ქვეყნის სახელი დაიაენი და კომპოზიტი ედემი ბახ. დაიაენი ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნეში ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა. ედემის ბაღიდან 4 მდინარე გვეუბნება ამას ბიბლია. რომელთა სახელები იყო ფიშოხ, გიხონ, ტიგრის და ეფრატეს. ამ სახელების იდენტიფიკაციით არის ედემის ბაღის მდებარეობა განსაზღვრული. მდინარეები ტიგრის და ეფრატეს სათავეები მდებარეობა ცნობილია. ისინი სამხრეთ კავკასიონის მთებში მდებარეობენ. რაც შეეხება მდინარეებს ფიშონ და გიხონ, მათი იდენტიფიკაცია მე არადამაჯერებლად მიმაჩნია. ანუ ოფიციალური იდენტიფიკაცია, რომელსაც გვთავაზობენ და რომელიც ვიკიპედიაში შეგვიძლია ვნახოთ, ამას ბატონი კარლო არ ეთანხმება და ახლა წავიკითხავთ რატო არ ეთანხმება და როგორ არ ეთანხმება. ჩემი მოსაზრებით მდინარეში ფიშონ მდინარე ჭოროხი მოიაზრება. ჩემს ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ ჭოროხის ისტორიული სახელი აკამფსის ლათინურია ეტყობა ეს სიტყვა და სახელი ფიშონ ერთი და იგივე ენობრივი ელემენტებისგან შედგენილ ხბა ჰია რია დუა ჰია შუა კომპლექსიდან არის წარმოებული. მე ვითხოვე რომ უნდა დავრჩე ამას ველოდებოდი დიდხანი და მითხრეს რომ შემიძლია სანამ დავასრულებ. როდესაც ამას მიბეჭდავდნენ. ახლა მაცადეთ ვიდეოში იწერება რო გელაპარაკებით. კომპლექსიდან არის წარმოებული, რომელიც ასტრალურად ნიშნავს მოხუცი მზე თავი მაღლა შუა. მერე აი ამ გრძელ ჰიარუა ჰუაშუასვიდან ფიშონამდე როგორ მოვდივართ, ანუ ძალიან ბევრია და ახლა ამას არ წავიკითხავ. ამავე კომპლექსისგან არის მდინარე რიონის ძველბერძნული სახელი ფაზისი მიღებული. ედემის ბაღის თქმულებაში მდინარე ფიშონის სახით პონტოს ზღვაში ჩამავალი კავკასიის რეგიონის მდინარეები არის წარმოდგენილი. ჩემი მოსაზრებით მდინარე გიხონ მდინარე მტკვარი მოიაზრება. ამ მოსაზრებას კარგად ეხმიანება მდინარე მტკვარის სათავეში მდებარე ნასოფლარის სახელი უდარნიკ, სახელები აქ შეცდომა მე მგონი, სახელები ურდანიკ, მტკვარი და გიხონ ენობრივი ელემენტებისგან შედგენილ ხმაჰუარუა დუაჰია კომპლექსისგან არის წარმოებული, რომელიც ასტრალურად ნიშნავს მამამზე თავი მაღლა. ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ 4-ვე ჩამოთვლილი მდინარე სამხრეთ კავკასიონის მთების ერთ პატარა სექტორში იღებს სათავეს, რომელიც ედემის ბაღად არის მიჩნეული.
მათგან მდინარეები ტიგროსი, ეფრატი, კავკასიის სამხრეთი, აღმოსავლეთ რეგიონებში მიედინებიან მდინარე პიფოს, კავკასიის დასავლურ რეგიონში ანუ ჭოროხი და მდინარე გიხონ მტკვარი კი კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მიედინება. აღნიშნული რეგიონები კავკასიის მთელ რეგიონს მოიცავს, ამიტომ თქმულება ედემის ბაღის შესახებ სახელთან კავკასია უნდა იყოს დაკავშირებული. ჩვენ უკვე ვიცით, რომ კავკასია როგორც რეგიონის აღმნიშვნელი სიტყვა რუსების შემოტენილია და მთელ ამ რეგიონს გეორგია ქვია რეალურად და არა კავკასია. ხო და ეს ყველაფერი დიდი საქართველოს ცენტრია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპოზიტი ედემი ბაღი, ხმახია, რუა-დუახია კომპლექსიდან არის ნაწარმოები. მისი გათვალისწინებით ფრაზა ედემი ბაღი სვა ენობრივი ელემენტებისგან შედგენილ ხმახია, რია-დუახია სვა კომპლექსის სახით გამოისახება, რომლისგან სახელი კავკასიონი მიიღება. აქედან კარგად ჩანს, რომ ედემის ბაღი კავკასიაში, საქართველოში მდებარეობდა. დიდ საქართველოში, ახალმდელი საქართველო დაპატარავებულია და ედემის მხოლოდ ნაწილი შემოდის დღევანდელ საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო იყო დიდი. აი ასე იხსნება ბატონი კარლოს თეორიით და ჩვენ, როდესაც ლინგვისტ ბადრი ქუთალიასთან საუბრობდით, იქაც გამოჩნდა მტკვარსა და ედემს შორის კავშირები. აქ უფრო დეტალურად განვიხილეთ, უფრო ღრმად და უფრო ჩემთვის ძალიან დამაჯერებელია. ბატონ კარლოს თეორიის შექმნის პირველი მცდელობა, რომელიც ბოლომდე ვერ მიიყვანა, ქონდა კემბრიჯის მე-19 საუკუნეში, კემბრიჯის ლინგვისტს, ახლა მისი სახელი არ მახსოვს, და იმის გამო, რომ ბატონ კარლოს საქართველოში ბატონ კარლოს თეორიის აღიარება არავის არ უნდა და როინ მეტრეველის აკადემიკოსთა რაღაცა ის შეკრება როა იქ აკადემიკოსები არ განიხილავენ და კომისიას არ ატარებენ იმისთვის, რომ განიხილონ ბატონ კარლოს თეორია. ბატონ კარლოს გადაწყვეტილი აქვს, რომ მიმართოს კემბრიჯს რაღაცნაირად, რომ შეიძლება ამაში მას დაეხმაროს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. მე დავეხმარები რაღაცნაირად ამ კავშირებში, რომ მოხდეს მისი მიმართვა იქ, სადაც საჭიროა და მე იქ რას გადაწყვეტენ და როგორ შეხმიანებიან, არ შეხმიანებიან თუ რა ვნახოთ. მე ამ თეორიის მჯერა და ის, რომ ეს თეორია იქნება თუ არა მხარდაჭერილი მეცნიერებიდან, გეოპოლიტიკაზეა დამოკიდებული. და ჩვენ გეოპოლიტიკურად ისევ უნდა გავძლიერდეთ, ისე როგორც ვიყავით მიშას დროს და კიდე უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ, რომ გეოპოლიტიკამ ეს თეორია შეისმინოს. საქართველო იქნება დაოკუპირებული, რუსეთი არ იქნება შავ ზღვაზე და ჩვენი ნამდვილი ისტორიის დაწერა ჯერ კიდე წინ გვაქვს. საქართველოს და ქართველობას როგორც ასეც გაუმარჯოს.